ჩემო ძვირფასებო, კვლავ ერთად ვართ, ცოტა კი დავიკარგე, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი რიგზეა და დღეს ჩემი უსაყვარლესი მეგობარი გიორგი თოფურია იქნება ჩემი სტუმარი და დღეს გაგიკვირდებათ, მაგრამ ესეთი არაპროგნოზირებადი ხალხი ვართ ჩვენ და ამიტომ ევრობასკეტზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს ჩემი ძმა და მეგობარი იყო იმ პერიპეტიების თანამონაწილე და როგორც კი ჩავიგდე ხელად, აი ხა დღეს როგორც იქნა ჩემთან ერთად არის და მოგვიყვება იქაურ ემოციებს, შთაბეჭდილებებს, რას ვხედავდით ჩვენ აქედან ტელეეკრანებზე და ეს მით უმეტეს ეპიცენტრში იყო და ცოტა სხვანაირად რაღაცეებს იტყვის თავისთავად. ორი აზრი არ არის ამაზე და აი ბურთი და მოედანი ჩემო გიო. მოგესალმებით ლაშა, მივესალმები შენს მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის და ნამდვილად მართლაც საინტერესო ევრობასკეტი იყო. ისტორიული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე-6 ევრობასკეტი იყო საქართველოს ნაკრების მონაწილეობით და ასე რომ ვთქვათ, ყველაზე დიდი შედეგი ეხა დაიდო. არა, იმიტომ რომ მე-4 ფინალში გავედით, კი, იყო თავისი პლუსები, თავისი მინუსები. მაღაზი ეხა ამ ეთერში ვისაუბროთ ყველაფერზე და დავწმუნდებით ყველაფერზე და მოკლედ საერთო ჯამში ყველაზე კარგი შედეგი დავდეთ, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ამ ისტორიის განმავლობაში. ამ 6-ჯერ ნათამაშები ევრობასკეტის ისტორიაში. მაგრამ ნახე როგორ არის, აი ესეთი შედეგი რო დაიდო, რა თქმა უნდა, დამეთანხმები ალბათ, რომ იქვე ვითხოვდით, რომ მიდით ბიჭებო, კიდე გვინდა რაღაცა მადაჭამაშიო და კი ბატონო, მაგაშიც დაკეთახმები და იცით რა არის, ანუ შეეძლო ჩვენ ნაკრებს ის, რომ უფრო ერთი საფეხურით კიდე წინ წავსულიყავით, ეხლა მოდი და ეხლა თლად ევროპის ჩემპიონები ვერ გავხდებოდით, მაგრამ იყო იმის შანსი, რომ ჩვენ ნახევარფინალში გავსულიყავით, ეხლა ფინეთის ნაკრები მივალთ მაგამდეც და ფინეთის ნაკრები არ იყო ეხა იმ დონის გუნდი რომ თქვა ჩვენ გამოჩნდა რომ ჩვენ არ შეგვეძლო თქვა მოგვიგო, მაგრამ ნუ რაღაც ეტაპზე გავუმართლათ ფინალებს. კი, აშკარად. ხო, ნუ და ჩვენ მოდი ესე ვთქვათ, რომ ჩვენ ძალიან იოლად ვექცევით შთაბეჭდილების ქვეშ, აი თქვათ ძალიან იოლად მოგვაქცია თავის კლანჭებში ფინეთმა, თუნდაც ძალიან დავითრგუნეთ პირდაპირ ჩვენ მერე ხო გქონდა სატელეფონო ისა რა ქვია, რომ პირველი ტაიმის მერე შენ გჯეროდა კიდე რომ გესაუბრე, რომ აი ხა ჩვენ თამას მოვატრიალებთ, მე უკვე აღარ მეგონა და მესამე მეოთხეში იყო რაღაცა მივუახლოვდით ძალიან ფინეთის ნაკრებს, თითქმის გაუთანაბრდით და მეთქი აი ხა გარდატეხა იქნება, მაგრამ ნურას უკაცრავად. ეს პერიმეტრიდან ამ დონის და ამ პროცენტის შესრულებული სამქულიანები არამართ თუ საქართველოს ნაკრები, არამედ სოფლიო გრანდი საკალათბურთო ნაკრებებსაც გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ უმაღლესი პროცენტი ჰქონდათ სამქულიანების ჩაგდების. მოდი იცი რა ვქნათ გიო, აი პირველი თამაში ესპანეთთან, მოდი ეს ვთქვათ, რომ ველოდით ამას თუ არ ველოდით. მოდი გულახდილები ვიყოთ და რასისულელია, მოდი ესე ვთქვათ, ხო, არ ველოდით, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ეს სალსახაც დიდი სურპრიზი გაგვიკეთა ჩვენმა ნაკრებმა, რომ ესპანეთის ნაკრები დავამარცხეთ. ჩვენ ახლა აქედან ჩვენ მეგობრები ვიყავით წასული რაღაცა პატარა ჯგუფი და ნუ რა თქმა უნდა თავისთავად ვჯელობდით, განვიხილავდით, რას მოველოდით, რატომ მივდიოდით, თქვათ, რა შედეგით უნდა დაბრუნებულიყო, რაღაცა ყოველას თავისი აზრი გაგვაჩნდა. რა თქმა უნდა. ნუ ჩვენი თავარი მიზანი იყო, რომ ნუ ახლა კვიპროსის ნაკრები. ხო, ეგ თქვათ, ახლა მაგალითად, აი თქვათ, თქვენ მიდიოდით და აი ამ ჯგუფიდან ვის ვუგებთ, ვისთან ვაგებთ, აი ეს. რა თქმა უნდა, ამას განვიხილავდით ზუსტად და მაგიტომ ვიწყობდით, რომ ესე იგი კვიპროსის ნაკრები არამატო ჩვენი ჯგუფის, არამედ მთლიანად ტურნირის აუთსაიდერი იყო და მანდ იოლი გამარჯვებას თქვათ, არავის ეჭვი ეპარებოდა და ასეც მოხდა. ალბათ ყველაზე ჩვენთვის ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგე ამ ეტაპზე იყო ბოსნიის ნაკრები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ძალიან კარგი ნაკრები ყავს ბოსნიას. კი, რამოდენიმე წამყვანი კალათბურთელი იგივე მუსა არ ყავდათ ამ ევრობასკეტზე და მოკლედ ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ბოსნიასთვის უნდა პირველ რიგში კვიპროსთან რა თქმა უნდა თან დიდი ანგარიშით, იმიტომ რომ ეგრეც აუთსაიდერი იყო. მოხდა, კი. ხო.
რაც შეეხება ბოსნიასთან, დარწმუნებულები ვიყავით, უნდა გაგვემარჯვებინა. მოდი, მაშინ როგორ ვქნათ, იცი ჩვენ ქრონოლოგიად მივყვეთ თამაშებს. ქრონოლოგიურად პირველი იყო ესპანეთი. ნუ ესპანეთთან. ჯერ მოდი პატარა შესავალსაც გავაკეთებ, რომ თვითონ ქალაქი ლიმასოლი ძალიან ლამაზი ქალაქია. არ ვარ ნაყოფი, არ ვიცი. კარგი ისეთი ზღვისპირა, ზაფხული, პლიაჟი, ზღვა, რაღაცა ლუდი და იყავი, ხო? კი, აი ძალიან ისეთი. მოდი, აი სვარად ლუდი. გაგემარჯოთ მეგობრებო. მოკლედ ძალიან მოტივირებულები ჩავედით და ველოდებოდით ესპანეთის ნაკრებთან მატჩს. ნუ იქ ფან-კლუბი იყო, ფან-ზონა იყო, ასე თქვა, გაკეთებული მოედანთან ახლოს, სტადიონთან ახლოს და პირველივე თამაშზე ეტყობოდა, რომ იმდენად მეტნი ვიყავით ქართველი გულშემატკივრები ესპანელებზე, რომ ანუ პარკეტზე ჩვენ არ ქონდა იმხელა იმედი რომ დავჩაგრავდით, მაგრამ ტრიბუნებზე ნამდვილად დავჩაგდეთ და ამ ესპანელები ამჯერა ეგ მომენტი რო ვიხსენებ მაინც ამჯერა და შენ წარმომიდგენია ახლა იქ იყავ სტადიონზე და რა ემოციები იყო და ნუ მოკლედ ბიჭებმა იმ თამაში მე თამამად შემიძლია თქვა რომ აბსოლუტურად ყველა კალათბურთელმა თავი დადო ბოლომდე და აბსოლუტურად ყველა კალათბურთელმა ინდივიდუალური ხარჯის ყვალობაზე უმაღლეს დონეზე ჩაატარა მატჩი, ყველას კარგად წაუვიდა თამაში და შედეგის სახეზე იყო, რომ მთელი თამაშის განმავლობაში თუ მეხსიერება არ მყავდაო, სულ ერთხელ იყო ესპანეთის ნაკრები გასული წინ და სულ ერთადერთხელ იყო რაღაცა ეტაპზე და დანარჩენ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ასე რომ თქვა დამაჯერებლად ამარცხებდა და საბოლოო შედეგს დაიდო. შენი აზრით სწორი იყო მან ძალების ესეთი დახარჯვა? აი მაგას ვფიქრობ რა. იცი რა მე ან ჩვენ ნაკრებს უნდოდა რომ აი ესპანეთთან მოდი დავიხარჯოთ და ესპანეთს მოუგონთ ოღონდ და მე შემდეგზე რა. მოდი მე მაგაზე ამსეთ პასუხს გახსენ ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა ეს კალათბურთი იქნება ფეხბურთი თუ რა იყო პირველი შეხვედრა ყოველთვის საპასუხისმგებლოა შენ შეიძლება გასაგებია რომ ჩვენ ვეთამაშებოდით მოქმედ ევროპის ჩემპიონს იმ პერიოდისთვის და მაინც პირველი თამაში ჯერ გუნდები ახალი ჩამოსულები არის აკლიმატიზაცია ახალი გავლილი აქვს და არის რაღაცა ფაქტორები რის ყვალობაზე შეიძლება რომ თამაში ზოგს არ წაუვიდეს ზოგს წაუვიდეს მაგრამ მე ვერ ვიტყვი რომ ესპანეთის ნაკრებს თამაში არ წაუვიდა ესპანეთის ნაკრებსაც წაუვიდა თამაში მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ნუ რაღაცა ეტაპზე ერთი საფეხურით მაღლა ვიყავით კონკრეტულ იმ თამაშზე. აი პირდაპირ გეტყვი რომ აი რაც ესპანეთთან ითამაშეს, აი მაგ თამაშს ვისურვებდი ფინეთთან რა. აი იმდენად გული დაწყვეტი. მარტო იცი რა, მარტო იმაზე არ არის, ბიჭებსაც წაუვიდათ თამაში. იცი რა, შეიძლება შენ თამაში ადამიანმა სურვილი ქონდეს ყველაფერი, მაგრამ არ წაგივიდეს, სულ არ წაგივიდეს, რაღაცა დაცვაში ვერ ითამაშო ისე, მაგრამ აქ ყველა აბსოლუტურად ყველა დაწყებული სასტარტო ხუთეულებიდან დამთავრებული სათადარიგო მოთამაშეებია ყველა მაქსიმალურად ითამაშა და ის შედეგი მივიღეთ, რომელიც შედეგისაც რა თქმა უნდა მთელი საქართველოს გაიხარა და ამ შედეგმა განაპირობა რომ ჩვენი ნაკრები გავიდა პლეი-ოფში და გააგზელა ასპარეზობა, იმიტომ რომ ესპანეთთან წაგვეგო სავარაუდოდ ჩვენ ჯგუფში დავრჩებოდით, იმიტომ შემდეგი მატჩები როგორ ისე წავიდა. ხო, მოკლედ და ყველაზე აღსანიშნავი ისეც იყო რომ მოქმედი ევროპის ჩემპიონი ჩვენ ჯგუფში დავტოვეთ და გავუშვით სახში. საოცრება. აი ახლა რო შევხედოთ ცხრილს, ესე იგი 4 მოგება, 1 წაგება, მხოლოდ და მხოლოდ ბერძნებს იტალიას. აი ეს წარმოუდგენელი ხო არის მითხარია, ხა რომ 4 მოგება, 1 წაგება. ეხა მოდი მაგაზეც ახლა მივყვეთ, იმიტომ რომ მეორე თამაში ჩვენ გქონდა უკვე იტალიის ნაკრებთან. იტალიის ნაკრები იტალიაც კიდე მე არ ველოდი და არ ვიცი განახლებული შემადგენლობა ყავს იტალიის ნაკრებს, დამატებული ყავს რამოდენიმე ნატურალიზებული კალათბურთელი და საერთო ჯამში ცუდი შთაბეჭდილება იტალიის ნაკრებმა არ დატოვა. არა, ვერ დატოვებდა შანსი არა, რა თქმა უნდა. 4 მოგება. რაც შეეხება ჩვენ ნაკრებს იტალიასთან მატჩი, წინ ესე იგი უბრალოდ თამაში როცა მიმდინარეობდა, ნუ ზოგადად მთელი ჩვენი ნაკრების თავარი მოქმედი ძალა არის ჩვენი კაპიტანი, ხო? ტონიკე შენგელია. მე ვწუხარ რომ ადამიანს არ წაუვიდა, არც ეს ასპექტში თამაში არ წაუვიდა, არც შეტევაში, არც დაცვაში, ბურთს ვერ აგდებდა.
საჯებზეც რო ვთქვა, ხო, ამ შეგავდეს კიდევაც და. კი, მივალ მაგამდე, ანუ საჯებზეც რო ვთქვა, ნამდვილად, აი. მან დაგვჩაგრეს მაგ. ძალიან დაგვჩა. მე ვისაუბრე. უშუალოდ თორნიკე შენგელია დაჩაგრეს, იმიტომ რომ იყო ისეთი ეპიზოდები დაახლოებით 1-3-4 ეპიზოდი იყო, როდესაც შეტევაში მიდიოდა ისროლა, დაჯარიმა იყო და საჯები არ ნიშნავდა. ეს ეხა ადამიან მესმის, რომ კაპიტანს მეტი მოეთხოვება თავის შეკავებას ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მე არ გავაკრიტიკებ თორნიკე შენგელიას. ის ძალიან მაღალი დონის კალათბურთელია, ის არის უდაო ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და მაგრამ ძალიან რაღაცა ემოციები კი ვერ მოთხოვა ემოციები, იმიტომ რომ იქ თამაშია, იქ ტრავმა ქონდა. მოდი ისიც გავიხსენოთ, რომ სანამ ეს ევროპის ჩემპიონატი დაიწყებოდა, ჯერ კიდე არ ვიცოდეთ ჩვენ თორნიკე შენგელია. მიდიოდა, მაგრამ პირველი ორი თამაშის გამოტოვებას ვფიქრობდით, რომ ესპანეთთან და იტალიასთან უნდა გამოეტოვებინა მატჩები. რაღაცა ეტაპზე ტრავმები იყო. მე რაღაცა ოჯახური რაღაცა იყო, როგორც ვიცი, ესპანეთში ამ ხანაგურ შეხვედრებში არ ესწრებოდა და რაღაცა ოჯახური პირობების გამო იყო ესპანეთში წასული. მოკლედ ამ ყველაფერმა იჩინა თავი მოედანზე რა. იქ ვერ თამაში არ წავიდა. შედეგიან ანუ ვერ აგდებდა ბურს რაღაცა, მოკლედ ეს ყველაფერი და საჯებაც არ მოექცნენ კარგად რო ვთქვათ და ამ ყველაფერმა იჩინა თავი. მე რაც მოხდა ყველაფერი ყველა მე გეტყვი რომ მე პირიქით გამიკვირდა რომ გააგდეს და მით უმეტეს საჯებს როგორი პერფორმანსი ჩაუტარა და მე მეგონა რომ საერთოდ მოხსნიდნენ და კიდე ჯარიმები და მთელი ამბები და შემდეგ თამაში რო დავინახე, აი მართლა მანდაც გაგვიმართლა ის რომ საჯების ანუ დისციპლინა ვინც განიხილა ეს თორნიკეს საქმე. წარმოუდგენელი. ხო, რომ მარტო ფულადი ჯარიმა დააკისრეს და არ იყო ეს არ მოხსნეს ჩემპიონატიდან. ნუ მაინც მე მეგონა აბსოლუტურად, აი, უბრალოდ აი და ვერც მეტყოდი ვერაფერს, რომ რატო არ ქნეს ესე მეთქი, მაგრამ თორნიკეს ფაქტორიც გამოდოთ მაგ თამაში არც ერთ ქართველ ანუ ჩვენ ნაკრების მოთამაშეებს მამუკელაშვილის გარდა არ წაუვიდა ფაქტურად თამაში. ბითაძეც ხომ მიაყოლა მე ბოლოს. ხო, კი, მე ზუსტად მე მგონი კი, ხო. კი, და მოკლედ ეს კამარ ბოლდვინი საერთოდ მაგ თამაში დაჭდილული იყო, საერთოდ ვერ თამაშობდა. მოკლედ ამ ყველაფერმა იჩინა თავი, რა თქმა უნდა და დასანანი მარცხი განვიცადეთ. და სხვადასხვის არ ვიყავით ჩვენ ესე განწყობილები რომ თქვა იტალიის ნაკრებს ესე იტალიის ნაკრებს ესე იოლად მოგვიგებდა, მაგრამ ნუ სამწუხაროდ დაგვამარცხა. მაგრამ ამ დამარცხებით ჩვენ მაინც რა თქმა უნდა დაგვრჩა კიდე 3 შეხვედრა, ისი იმედიც ჰქონდა რომ გავსულიყავით შემდეგ ეტაპზე. აი რა საინტერესოა შეხედე 401-401-ზე აქვს ბოსნიის ნაკრები, ხო, რაღაც ძალიან მაგარი სიმბოლიზმი. რაღაცა დამთხევაა ჩვენ 401-401-ზე. ისე ჩვენი ძალიან საინტერესოა ეხა პირველ 387-386-ზე. სულ რაღაცა 11 ქულა რა. ნუ ეს ძირითადად საბერძნეთის ნაკრებთან მოხდა. ეხა უკვე მესამე დღე მოვიდა შემდეგი თამაში საბერძნეთი. ნუ ეხა საბერძნეთის ნაკრებზე ეს იყო ერთ-ერთი თლიანად ტურნირის ფავორიტი და ევრობასკეტის გამარჯვების ერთ-ერთი ფავორიტი იყო საბერძნეთის ნაკრები თავისი იანისიანა, რა თქმა უნდა. ნუ აქ ჩემი აზრით ჩვენმა მწვრთნელმა ალბათ კი არა, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ის, რომ სათადარიგო მოთამაშეებს დაუთმო უფრო მეტი დრო და ძირითადი მოთამაშეები დაასვენა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იანისის ის რა არის, ანუ იანისის გარეშე საბერძნეთი საერთოდ სხვა საბერძნეთია. მოდი ვთქვათ, რომ იანისის გარეშე საბერძნეთ თამაში შეიძლება და მე დარწმუნებულს ახლა ვერ გეტყვი, მაგრამ ძალიან მაგარი კარგი თამაში ხა თუ მწვრთნელი ხარ და რამე გაგეგება, ესე უნდა მოქცეულიყო. სხვა შანსი არ არსებობდა, რომ მანდე იჭიდაო საბერძნეთთან. ხო, ნუ და შემდეგ გადამწყვეტი 2 მატჩი გაქვს და იმის ახლა დაიხარჯო, ალბათ არა. მაგრამ მაინც მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ესე იგი თქვა თუ ისე წარიმართებოდა თამაში, რომ თქვა დაახლოებით აი მესამე-მეოთხედის შუაში, ხო? აი მესამე-მეოთხედისკენ სადღაც 4-5 ქულიანი სხვაობა რო ყოფილიყო, ალბათ მე უკვე გამოიყვანდა ჩვენს ძირითად ძალას ძიკიჩი, იმიტომ რომ უკვე ახლო იქნებოდი, თქვა ქულებით ახლო იქნებოდი და მაგრამ ნუ საბერძნეთის ნაკრებმა პირველივე და მეორე-მეოთხედშივე ფაქტობრივად გადაწყვიტა მატჩის ბედი. ეს იყო ერთგვარი სანახაობა, რა თქმა უნდა ვესწრებოდი მაგ შეხვედრასაც და ნუ მართლა დიდი სანახაობა
და დიდი სიამოვნებაა, როდესაც იანის ცოცხლად უყურებ, ის მართლაც არ ვიცი, აი რანაირი, ესე იგი, აი რა ვიცი, სიტყვები არ მყოფნის უმაღლესი დონის კალათბურთელია, რა თქმა უნდა ის ამტკიცებს როგორც ეროვნულ ნაკრებში, რა თქმა უნდა უფრო ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში სადაც თამაშობს მილოუკი ბაგში იქ უფრო ამტკიცებს და აჩვენებს ამ თავის სიძლიერეს, ძალიან მაგარი კალათბურთელია და რა მე სიმართლე გითხრა უფრო მეც მოველოდი საბერძნეთის ნაკრებისგან რომ უფრო მან ხო ზუსტად ვიცოდით რომ აქ თამაშთ მოვდით. რა თქმა უნდა ეს სასახად ყველაზე გარდამტეხი მე მგონია ბოსნიასთან წაგება. რა თქმა უნდა სადაც უნდა გვებძოლა ბოლო ამოსუნთქვამდე და მაგასაც გვეგმავდით ხო? სანამ ჩემპიონატი დაიწყებოდა ბოსნია და კვიპროსი იყო ჩვენი ლუკმა, ასე ვთქვათ უხეშად. ნუ კვიპროსი უკვე გადაყლაპული ლუკმა იყო თავიდანვე. ხო, კაი. ბოსნია და დაჟე ვფიქრობდით იტალიასთან მოგებაზე, ხო? სამი მოგების გამო. კი, იტალიასთან მოგებაზე ვფიქრობთ ბოსნიასთან წარმოგვიდგენთ. მოდი ჯერ კვიპროსი იყო, ნუ კვიპროსთან პატარა მოთელვა გააკეთა ჩვენ ნაკრებმა. მეტი ხო, თუ ცოტა მეტი აღარ მახსოვს ახლა ზუსტად. ხო. ნუ კვიპროს ნაკრებთან ახლა მართლა არამატო კიდე დასაწყისში აღვნიშნე არამატო ჩვენი ჯგუფის არამედ ტურნირის აუტსაიდერი იყო და ნუ მივახცეთ იმ შედეგს რაც დასახული ყონდა მიზნად და აი მოვიდა ბოლო მატჩი. ბოლო მატჩი მოვიდა ბოსნიასთან. ფანზონასაც მინდა აუცილებლად შევეხო, იმიტომ რომ აი რა თქმა უნდა ბევრი ქართველი იყო. აი იგრძნობოდა კიდევაც ალბათ ტელემაყურებელი გესმოდათ კიდევაც იქ შეძახილები და ტრიბუნებზე იგრძნობოდა რომ ქართველები ყველა მატჩი გარდა საბერძნეთისა და კვიპროსისა, იმიტომ რომ საბერძნეთი ჩათვალე სახში თამაშობდა, გადაჭედილი იყო რა თქმა უნდა ბერძნამ, კვიპროსიც ასე თუ ისე კი სახში თამაშობდა, მაგრამ ნუ დიდი კომაგები მაგათ არ გაყავთ, იმიტომ რომ კალათბურთი მაღალ დონეზე არ არის კვიპროსში. ესპანეთის ნაკრებსაც და იტალიის ნაკრებსაც ხომაგობაში და რა თქმა უნდა დავჩაგრეთ, იმიტომ რომ ბევრად მეტნი ვიყავით. აი რაც შეეხება ბოსნიასთან მე არ მეგონა, მაგრამ ძალიან ბევრი ბოსნიელი კომაგი ჩამოვიდა. მითხარი კიდევაც მაშინ. აი ძალიან ბევრი იყვნენ. ძალიან შემართულები, მომზადებულები და აი ნუ მოკლედ ტრიბუნებზე ასე ვთქვათ სერიოზული ჯახი გავმართეთ ჩვენს და ბოსნიელებმაც, რომ ვინ უფრო იხმაურებდა და ვინ უფრო უგულოში დაძაბულობა ხო არ იყო იქ. არ იყო ნამდვილად დაძაბულობა, იმიტომ რომ ერთადერთი თამაში იყო ბოსნიასთან, სადაც ბილეთები იყიდებოდა ცალ-ცალკე, ანუ ცალ-ცალკე რაც ვქნა, ბოსნიის გულშემატკივრები ყიდულობდა ბილეთ თავის ფანზონაში და ქართველი თავის ფანზონაში. არა, ერთადერთი თამაში იყო. დანარჩენ შემთხვევაში არეულად ვიჯექით, იმიტომ რომ ბილეთები იყიდებოდა არეულად და აი კონკრეტულად აი ამ ბოსნიის თამაშზე იყო ცალ-ცალკე ფანზონა დაყოფილი და ცოტა რაღაცა დისტანციურად ვიჯექით, მაგრამ რა თქმა უნდა შვიდობიანად ყველაფერი კარგად ჩაიარა. რაც შეეხება თამაშს, ნუ თამაში ეგ იყო ჩვენი ეს როგორი თემა იყო, რომ ყველას მოგეხსენებათ ბოსნიასთან, ნუ გამარჯვების შემთხვევაში რა თქმა უნდა ეგრევე პირდაპირ მესამე ადგილს ვიკავებდით და დამარცხებისას არც განვიხილავდით ჩვენ დამარცხებას, მაგრამ სამწუხაროდ დამარცხების შემთხვევაში უკვე ჩვენ თავზე აღარ ვიყავით დამოკიდებულები, იქ უკვე ესპანეთი და საბერძნეთის ნაკრების თამაშზე ვიყავით დამოკიდებულები. კი, მაგამდეც მივალთ. ნუ მოკლედ თამაში ის იყო, რომ მოდი ვაღიაროთ ბოსნიის ნაკრებმა. კი, ერთი პერიოდი ჩვენ მიუახლოვდით, ძალიან ახლო ვიყავით. ორ ქულაში თუ რაღაცა კი ბატონო, მაგრამ აი ბოსნიამაც მაღალი დონის კალათბურთი თამაშა და სხვათა შორის ერთ რაღაცას დავამატებ ჩვენ სასტუმროში სადაც ცხოვრობდით. იქ სასტუმროში ცხოვრობდნენ ბოსნიელი გულშემატკივრები რა და ნუ იქ ხა მოხდა რაღაცა გასაუბრება თქვათ, რას ფიქრობთ დღევანდელ მატჩზე რაღაცა ვისაუბრეთ ჩვენ ამ ბოსნიელ გულშემატკივრებთან და ერთადერთი რაღაცა გვითხრეს, რომ ანუ თამაშის დღეს დილას შევხვდით უკვე ჩვენი ფორმები რაღაც საქართველოს ნაკრები დროშებით გავიმართვით მოედნისკენ, ასევე ბოსნიელები და ერთ რაღაცა გვითხრეს, რომ დღესო ჩვენ თუ სამხულიანები წაგვივიდაო, ჩვენ დაგამარცხებთ. წინა შემთხვევაშიო ალბათო ვერაო, იმიტომ რომ თქვენ ბევრად კაი გუნდი ყავთო, მაგრამ თუ წაგვივიდაო ჩვენ თუ სამხულიანები დღესო წაგვივიდაო, მაშინ მოვიგებთო და აი ესე მოხდა ზუსტად, რომ ნამდვილად წავიდათ სამხულიანები, დავმარცხდით. ისე რატო არის, რომ ჩვენთან ყველას მისდის ბიჭო? აი ეგ მოდი ეგ კიდე მაგაზე დიდი სამუშაოა. აქილევსის ქუსლია რა. როგორც ჩვენ ვიგდებენ და ჩვენ რო ვერ ვაგდებთ, აი ეს
ჯაჭვური რეაქცია რა. ეგ როგორი თემა იცი, ერთი პერიოდი ალბათ გახსოვს შენ ფეხბურთში ბოლო წუთზე როგორ ზღვიტავდნენ, ნაკრები იყო თუ საკლუბო, აი ეს იყო რაღაცა დაწყევლილები ვიყავით, მე მგონი რომ ბოლო წუთების სუგეშინოდა გინდ პირველი ტაიმის, გინდ მატჩის ყოველთვის გოლს გვიტანდნენ. აი ეგ იყო რაღაცა ერთი პერიოდი აი ამას კეცმაიერს რო არის მახსოვს. იბატონო, ხო. რაც შეეხება, სამწუხაროდ დაუმარცხეთ ბოსნიასთან და მე უკვე მან ბოლდვინმა აი უბრალოდ ანტიგმირი, ჩემი ანტიგმირი არის ეგ რა, იმიტომ რომ აი ტიპმა საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთა, როცა იცი რა, არა და ძალიან კარგი მოთამაშეა. ინდივიდუალურად, ხო, თავის კლუბში, მაგრამ ამ მომენტში ვიდა, ხო, ეხლა აი არ წაუვიდა რა, აი ესე ვთქვა, ჯერჯერობით ჩვენ ნაკრებს ვერ მოერგო. იმ დონეზე რომ ესპანეთთან იფრინა. ესმა საფრანგეთთან. ხო და საფრანგეთთან, ხო და ბოსნიასთან, აი ბოსნიასთან რაღაცა ხასიათების მოთამაშეა, ან არ მთავარი თამაში, მე ვიტყვი ყველაზე მთავარი თამაში, იმიტომ რომ გასაგებია რომ იქ იტალიასთან წააგე და შესაძლებელი იყო, მაგრამ ბოსნია და ებატონ კვიპროსთან ხო, რა თქმა უნდა. ესპანეთთან მოგებული გაქვს, რა თქმა უნდა, ჯიბეში გაქვს სამი ქულა, მაგრამ ბოსნიასთან არ ვიცი, ალბათ ტყავიდან უნდა გამომზრალიყვნენ, მე ესე ვფიქრობ. და ყველაფერი და არა, სამქულიანის ერთ-ერთი მსროლელია. ხო ესეა, ხო, ბოსნიასთან რა თქმა უნდა, ზოგადად და ერთი ვერ ჩააგდო ტიპმა რა. არ ვიცი რა. ესეთი რაღაცა ხო, ეს უკვე რა, მე ხო გუნდის ხასიათზეც გადადის. ეს არის პირდაპირ კავშირში რა, რა ვიცი, ეხლა შენ კალათბურთელი იყავი და იცი რა, ეხლა ეს ყველაფერი და ებატონო, ეხლა მოდი გავიაროთ უცბად, ჩვენ უკვე დამოკიდებულები ვიყავით ბოლო შეხვედრაზე, სადაც საბერძნეთი და ესპანეთის ნაკრები ჩვენ მაგ თამაშზე ვიყავით ფანზონაში, სპეციალურად დიდი მონიტორი იყო მოწყობილი და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები შევიკრიბეთ და სამწუხაროდ თუ საბერძნეთს რა ვთქვა არ ვიცი, მაგრამ გულშემატკივრობდით რა თქმა უნდა საბერძნეთის ნაკრებს რომ მოეგო ესპანეთთან, სხვათა შორის ძალიან დაძაბული, ისაც გახსოვთ, ძალიან დაძაბული მატჩი იყო, ქულა-ქულაში მიდიოდა ესპანეთმა. ესპანეთმა რა იტალია. ძალიან დაძაბული მატჩი იყო, ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან მეორე, ხან ერთი, მოკლედ და სხვათა შორის თუ დააკვირდები, და ბოლო წუთს, აი ბოლო წუთს მე სხვათა შორის ეხა რა უგნიშნა და სხვათა შორის მეგობრებთანაც იქ მე მსჯელობდით. აი რო შევა არ გახსოვთ ეხა არ ვიცი, მაგრამ ბოლო 20 წამი იყო დარჩენილი 3 თუ 4 ქულას არა 2 ქულას უგებდა საბერძნეთი და ესპანეთი იყო შეტევაში და მოთამაშემ ვერ ვიხსენებ გვარზე აღარ მოძრება მოხდა კი აი კალათბურთელი რო ხარ ეგეთ ამი არ უნდა გააკეთო 2 ქულას როდესაც აგებ 15 წამია დარჩენილი და ვაფშე უწყინარ სიტუაციაში იღებს არასპორტულ ჯარიმას. თუ და ეს ჩვენ გაგვიმართლა რა თქმა უნდა, შეულებრივად მოუგებდნენ აი ზუსტად მაგ 20 წამში. თუ გაიხსენიათ, არასპორტულ ჯარიმას იღებს, როგორ უწყინარ სიტუაციაში, იცი რომ აი, კალათბურთელმა ეგეთ შეცდომა არ უნდა დაუშვა. ეს შეიძლება აიღო ხა კვიპროსთან რო თამაშობდა, როცა არაფერს არ წყვიტავს ხავი. ისეთი და ამითი ორივე საჯარიმო გამოიყენა. საბერძნეთმა ბურთიც მაგათ იყო და მან გადაწყდა უკვე ყველაფერი, მაგრამ კალათბურთელი რო ხარ მაღალი დონის და ესპანეთის ნაკრებში და ასეთ გადამწყვეტმა ეგრე შეცდომა არ უნდა დაუშვა, როდესაც ასეთ უწყინარ სიტუაციაში ხო, ნუ შეეძლო. ხო, შეეძლო. ნუ მან გავიმარჯვა, ანუ თქვათ საბერძნეთმა გაიმარჯვა, ჩვენ გაგვიყოლა ასე თქვა და ლატვიისკენ გზა მოგვცა. ეხლა რაც შეეხება ორივე სიტყვით მინდა თქვა საქართველოს ნაკრებზე რა გამოჩნდა დადებითი და რა გამოჩნდა უარყოფითი რა. ეგ არის საინტერესო ხა, ვისთან წავაგეთ, ვისთან მოვიგეთ. ეგ გავიგე, მაგრამ ჩემი აზრით საქართველოს ნაკრებში აი ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საჯარიმოებს. ჯერ საჯარიმოებს. აი რო დავუკვირდო სტატისტიკა რომ ნახოთ, ძალიან დაბალი დონით ასეთი დონის კალათბურთელები ვერ ისვრიან ჯარიმს. ძალიან დაბალი დონით ვისვრით პროცენტით უბრალოდ ვისვრით საჯარიმოებს. რა დაუჯერებელია თითქოს. არ ყავს სტაბილური სამქულიანის მსროლელი. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ყველა ისვრის. დამეთანხმე რომ ერთ კაცზე არ უნდა აშენდეს. არა, რა თქმა უნდა. სამი კაცი მაინც უნდა ისროდეს, რომ ნებისმიერ ფლანგზე ბურთი გადავიდეს და ისროდეს. აი, მოდი ახლა ნახე ელემენტარული რაღაცა გავიაროთ. აბსოლუტურად ყველა ნაკრებმა გაგვიკეთა იგივე და ჩვენ ვერა. თუ დააკვირდები წელზე როგორ გვითამაშებენ ბურთს. და ყველა ადამიანი რო ისროს. მარცხენა მხარეს დღავს კუთხეში ადამიანი, ხო? მივიდა ორი კაცი გადააწოდა მარჯვნივ, შემოდა ბოლოს ერთი, აი დაგვიტრიალებენ, რჩება აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი, გვისვრის სამიანს აგდებს.
ჩვენ მაგას ანუ სამიანს ვერ ვის, ანუ სამუშაოა რა კუთხით. აუცილებლად პერსონალურები, იმიტომ რომ პერსონალური ძალიან დიდ როლს თამაშობს კალათბურთში. ის გაფუჭებული სიტყვაზე თამაშიდან 5-6, ხო ის 6 პოტენციური 6 გულაა. და ბევრ შემთხვევაში მაგ 6 გულით აგებ. სამქულიანზე სამუშაოა, ძალიან დიდი. გავიგე, მამუკელაშვილიც ისვრის, სანაძეც ისვრის, ტოკოც ისვრის, ბიჭები ისვრიან, მაგრამ სამუშაოა ძალიან დიდი. ჩვენ ნაკრებში კარგი რობოტები გვჭირდება. კარგი სამქულიანი სროლელი არ ყავს. აი ხო არიან 1000 კლუბებია, ნაკრებებია და ყავთ სამქულიანი, რომელიც იტყვია ესენი არიან სამქულიანი სროლელი. ჩვენ არ ყავს სამწუხაროდ. და კიდევ დაცვაში აუცილებლად პერიმეტრზე ყოველთვის რჩება კალათბურთელები და გვიგდებენ სამქულიანს. ჩვენი მინუსი ჩვენ პერსონალური დაცვაში შუაგულ დაცვაში ნორმალურად თამაშობთ, მაგრამ პერსონალი კარგი, ყველაზე პერიმეტრზე ვერ მთავარი, არ ვიცი ახლა მაგაში მეთანხმები თუ არა. ფარქვეში რა გვჭირს ბიჭო? ფარქვეში ესე იგი სტატისტიკურად ბოლო ადგილი ავიღეთ, ან ბოლოს წინა, ასე რომ ვთქვათ, offensive rebound-ში, უამრავი ქულა ჩაგვიგდეს ჩვენ მოხსნა, კატასტროფა. ჩვენ ფარზე მოხსნა გვაქვს ყველაზე ეხლა იმათ ფარზე მოხსნას არ ვამბობ არაფერს. ჩვენ ფარზე კატასტროფა. შენმადენი ყავს და გოგაბითაძე ყავს, სამყაროები ყავს ბიჭო, ეხლა არ არსებობს. ცოტა მეტი კონცენტრაცია, აი მე ვხედავ რომ კონცენტრაციის პრობლემა იყო, თორე როგორ ტრაექტორიას ვერ ხვდები, რომ ისვრის ვიღაც ხო სამკულიას. გაცუდდა. შენ სათხარ აი ტრაექტორიაზე ხამახსედა, ტრაექტორიაზე ვერ მიხვდები. საქართველოს თბილისში რომ საბერძნეთთან წავაგეთ. ბოლო წამზე იმანო ჩაგვიგდო რა ქვია. შესარჩევი იყო საბერძნეთ საქართველოსა 7 გულასო ვიგებდი, წუთი და 10 წამი იყო დარჩენილი. და ბოლო წამზე ისროლა რა ქვია, თუ არ ვწდები შენგელია მისროლა, თუ არ ვწდები და აი ეს ტრაექტორიის წავიდა ბურთი პირდაპირ ჩავარდა ხელში ბერძნეთს. 3 თუ 4 წამი იყო და მოასწრეს. აი ხო შეიძლება ბურთი ან მარცხნივ წასულიყო, ან ოდნავ მარჯვნივ 3-4 წამში მოგვიგეს თამაში. ეს თბილისში იყო, ეს მოგეთ არა ეს პრობლემები. ეს პრობლემა არის. მე ძალიან ყველა დიდი მტკივნეული თემა. მე ტელევიზორიდან რო უყურებ და აი რო თითქმის შიგნით ახარ ხო რაღა გიჭირს ხო, მაგრამ აი რო უყურებ რომ შენ ფარზე გიხსნის ყოველ მეორე ბურთს და გიგდებს, აი რანაირად უნდა მოიგო ეს თამაში, მე ვერ ხვდები. ძალიან რთულია. მოდი იმასაც შევეხოთ, რომ ფაქტიურად სათადარიგო სკამის ძალიან დიდი დეფიციტი გვაშინელებაა. გვეშინია რომ კალათბურთელი ხო უნდა დაისვენოს, ხო? 2-3 წუთი ხო უნდა დაისვენოს მეოთხეში. შემცვლელი ფაქტორი ძალიან მე არავის არ ვაკეთე, რა თქმა უნდა, ვენაცვალე იმ ბიჭებს, ვინც სათადარიგო სკამზე ზიან, ყველა იმსახურებს ჩვენ ნაკრებში ყოფნას, უბრალოდ მეტი არა გვაქვს, რომ ეხა შესარჩევები გვიახლოვდება, ხო და რა სიტყვი ეხა ამ შესარჩევებზე? ამ შესარჩევებზე იმას ვიტყვი, რომ ორი უმნიშვნელოვანესი. ეხა პირველი თამაში უკრაინასთან და სამწუხარო იმითია, რომ ძალიან გაგვიჭირდება. ეხლა მე გეტყვით ერთ ფაქტს გეტყვი, კიდე რა თქმა უნდა ჩვენ ეხა გოგა არ გვეყოლება და მამუკელაშვილი სანდრო არ გვეყოლება და ამით უკრაინის ნაკრები კიდე უფრო მთებს გაშლის იმითი, რომ ერთ-ერთი მაგათი წამყვანი კალათბურთელი ლევი, რომელიც NBA-ში თამაშობდა, ევროპაში დაბრუნდა. და მას მოუწევს დიდი ალბათობით ნაკრებში თამაში და ის ერთ-ერთი ძალიან დიდი ძალაა უკრაინისი ნაკრების. რა უნდა გითხრა? სამწუხარო ისიც არის, რომ ძალიან მაგარი კალათბურთელია გიორგი შერმადინი და ბოლო მატჩს ატარებს ჩვენ ნაკრების შემადგენლობაში და არაერთი მოწოდება იყო, თქვათ, იგივე საკალათბურთო ფედერაციიდან, იგივე გულშემატკივრებიდან, იქნებ გიომ გამონახოს ის ძალები და რა ვიცი მე აი შენი ეთერითაც თხოვ რომ იქნებ გიო ესეთი შესარჩევის იქნებ დარჩე ჩვენი ნაკრების გვერდით, იმიტომ ძალიან დიდი ძალა ხარ და უფრო მეტად დიდი ძალა ხარ, როდესაც გოგა არ ყავს და მამუკელაშვილი არ ყავს და რა ვიცი აი ხო აი არ მინდა აი მესმის გადაღლილია უგო შენგელიას იმედზე რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ვარ და ჩვენ ნაკრები ყოველთვის არის, მაგრამ გამორჩეული კალათბურთელია პირდაპირ ძალიან მაგარი გუშინ აღნიშნა. გუშინ უყურებდი რეალი ბარსელონას თამაში იყო ევროლიგაზე და თავის ემოციები რა თქმა უნდა თავი რაც მაღალი დონის კალათბურთი თამაშა გუშინ რა თქმა უნდა. მესმის უბრალოდ გიორგი ჩვენი ნაკრების შეუცვლელი კალათბურთელია და რა ვიცი მე
დიდი იმედი რომ იქნება ეს ევროპის ეს უბრალოდ სოფლიო შესარჩევზე მაინც დარჩესო ჩვენ ნაკრებს გქონდეს შანსი რომ გავიდეთ სოფლიოზე. იმიტომ რომ ჯგუფში ხა ესპანეთი ყავს, დანია ყავს და ნუ გასაგები რომ დანია სუსტი გუნდია, მაგრამ ამ შემდგენლობით ხო, მოდი ისე ვთქვათ, რომ ეგეც არ არის იოლი რა. ასე რომ მოკლედ ძალიან რთული მატჩი იქნება ნოემბერში თბილისში უკრაინასთან, იმიტომ რომ უკრაინა გაძლიერებული შემადგენლობით არის. დიდი მნიშვნელობაც არ აქვს ხა მათთვის ესე ვიტყვი რომ შინ არიან თუ გარეთ. მაგას ამბავიც არის რომ გასაგებია, ეგ მესმის ასაც იძახი, მაგრამ ხო, ამ იმედია ჩვენი ბიჭები რთულია თქმა რომ სახში ვართ და ხო აბა რა უნდა ვქნათ. ხო, არა, ესეც არ არის ამ ასე რომ რავი, დაველოდოთ და რაც შეეხება მეორე მატჩი ვაღე ესპანეთთან და ხა ბოლოში ისე ბოლო პერიოდში ისე დავიწყეთ ჩვენ ესპანეთთან თამაში რომ რა ვიცი შენ კიდე რავი რატომაც არა ხა ესპანეთთან უფრო თამამად ვზნობ თავს ხა მე კიდე მგონია რომ იმ ხელა რევანშის წყულვილით არიან შეპარობილები რომ მაგრამ უძლიერესი გუნდი ყავს სულ მეორე შემადგენლობა გამოიყვანოს, მაგრამ მაინც ცოტა თავაწეულები ვართ ესპანეთთან და ყოველთვის თავაწეულები გავალთ მოედანზე. ხო და მგონია რომ ყოველთვის დიდი მტერი ისე შეხვდებიან და ნუ ნახოთ მაგას ძალისხმევას ჩადებენ რომ მოგვიგონ და ის წენა ამოიღონ რა იგენ. კი ბატონო. ეხლა რა ვიცი ყალაბურთელებსაც შევეხეთ ხო რაღაცა მინდა რამოდენიმე ყალაბურთელი გამოვყო კიდე ჩვენი ნაკრებიდან. იცი რა არის, აი მაგალითად მინდა შევეხო აუცილებლად რატი ანდრონიკაშვილს რა. რატი ანდრონიკაშვილი ძალიან კაი ყალაბურთელია. მაგრამ ერთი რაღაცას შევამჩნიე, რომ რაღაც ეტაპზე ეს ბიჭი გაიყინა. მაგრამ მე ყველაზე ძალიან იცი რა მომწონს გიომაგის, აი თავის თავზე უყვარს აღება და ეს მომენტებში იღებს ხოლმე თავის შედის. მაგრამ მოდი ნახე რას ვიძახი, აი დაახლოებით 2-3 აი აქ რო ესპანეთის ნაკრებს მოვუგებთ. ეს იყო ზუსტად 2 თუ 3 წლის წინ. და მაშინ ფაქტობრივად რატომ გადაწყვიტა ის გამარჯვება, ორი გადაწყვეტი სამხულიანი სოლა იქ რაღაცა ჩაჭრები გაკეთა მოკლედ. ანუ რას ვიძახი? რატის იმდენად მაღალი პოტენციალი აქვს, რომ საქართველოს ნაკრებში აი ტექნიკური რა თქმა უნდა შეუცვლელია ჩვენ ნაკრებში, მაგრამ მეტი მოეთხოვება, იმიტომ რომ ასაკითაც პატარაა. ყველანაირი პირობა აქვს, იმითი გზელი კიდურები აქვს, ჩაჭრებში, რაღაცა, მაგრამ აი ამ ევრობასკეტზე აი თითქოს ვერ წარმოიჩინა თავი ისე როგორც ფსიქოლოგიური ამბავია. ხო, მესმის, მაგრამ მოდი ხია მაინც რაღაცა არის. გავიგე, მაგრამ აი რაღაცა მე დაახლოებით 2 წლის წინანდელი რატი ბევრად მომწონდა ვიდრე ეხლანდელი რატი ცოტა გაყინულია ერთ ადგილზე შეუძლია რო არ შეეძლოს ეხა ვერაფერს ვერ მოთხოვ შეუძლია მაგ ბიჭს რომ განვითარდეს და უფრო მეც მიაღწიოს ვიდრე ეხლა არის და რა მე უსულებ რომ უფრო მეტად რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ რომ მოღლეს დონეზე ყავს თავის ხალად აყვანილი ხელში თავის თავი და თამაშობს კალკალადბურს რა თქმა უნდა მაგრამ უფრო მეტი მოეთხოვება ქართული გულშემატკივრებისგან და მე დარწმუნებული ვარ რატო ბევრს გააკეთებს და ის შეუცვლელი მოთამაშე იქნება ჩვენ ნაკრებში. იმედია რა თქმა უნდა და რა ვიცი ხა ყველა რაც არ უნდა ცუდი შემადგენლობით ხდებოდეთ ხა უკრაინას წარმატებას უსურებ ჩვენ კალათბურთელებს და იმედი მაქვს რომ აი ამ შემადგენლობითაც რაღაცნაირად ამ ნავს რაღაცნაირად გავტეხთ და ამ უკრაინას მოუგებთ თუნდაც ტყავიდან გამოვიდეთ სულ მაინც უნდა შევძლოთ იმიტომ რომ ეხა უკრაინასთან თუ წავაგებთ მაშინ ესპანეთთან რაღა უნდა მოთხოვო ხო? არა თან ნახე ამ როგორი სოფლიოს როგორი პრინციპი აქვს შესარჩევს ხო 4 გუნდიანია 3 გადის მაგრამ ნახე როგორ არის ბოლო ადგილოსანთან მოგებები წაგებები არ გადაგდის შემდეგ მეორე ჯგუფური ეტაპია და აი ჩათვალე 0-დან იწყება. ანუ მაქსიმალურად ეხა მოდი ესე ვთქვათ რომ დანია ვთქვათ აუთსაიდერია, მაგრამ დანიასთან გამარჯვებები თუ ვთქვათ დანიას დავამარცხეთ და ვთქვათ შემდეგ ან უკრაინასთან ან ესპანეთთან წავაგეთ, დანიასთან გამარჯვებები არაფერში არ გვადგება, გახვალ მესამე ადგილზე, მაგრამ იქნები ბოლო ადგილი, ანუ არ გადაკვება მოგები. ასე რომ ესპანეთთან და უკრაინასთან მინიმუმ თითო გამარჯვება მაინც კი თითო გამარჯვება მაინც უნდა მოვიპოვოთ მინიმუმ რომ უკვე შემდეგ მეორე ჯგუფურ ეტაპზე უფრო თანაბრად ვიგრძნოთ თავის სხვა ნაკრებებთან. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ მე მგონი რომ ვერ დავამთავრებთ ესე
მართლა იმდენი გვაქვს სასაუბრო, რა თქმა უნდა, ეს ამოუწურავი თემაა და შენ არაერთხელ იქნები ამ გადაცემის სტუმარი და ყველაზე მთავარი კიდევ ერთხელ გიო არ დაგვავიწყდეს 15-ში და 18-ში ჩვენი საფეხბურთო ნაკრებები თამაშობენ და ჩვენ სტადიონზე ვიქნებით 18-ში პატარებს უნდა გერმანიასთან მეგობრებო და ვასწრებთ მე. ხო, იქიდან რომ მოვალთ, მე უნდა ვუყუროთ დიდებს და აი მაგის შემდეგ ვაპირებთ ცხელ ემოციებზე ჩართვას თქვენთან და დაგველოდეთ მეგობრებო, ცოტა უფრო მეტნი ვიქნებით და მეტი აზრი იქნება იმ თამაშებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა 15-ის თამაშსაც შევეხებით, ესპანეთთან გვაქვს სახში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ბატონო. არ ვიცი. შედეგს ნუ მომთხოვთ, აზრი არა აქვს, იმიტომ რომ საოცარი ესპანეთია. საოცარი, არ ვიცი, მართლა საოცრება, ანუ აი, არ ვიცი, მე ვოცნებობ, რომ 3-0-ზე მეტი არ წავაგოთ. ნუ მაღალი დონის მე ბულგარეთთან კი ბატონო უნდა მოვიგოთ, მაგრამ უნდა გრამაფონშია მეგობრებო, უნდა მოიგო, რა თქმა უნდა. ამიტომ 18-ში დიდი დღეა, ასე რომ ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, გიოც იქნება და კიდევ მე მგონი არაერთი იქნება იმ გადაცემაში და საინტერესო მოსაზრებები იქნება წესით და რიგით. ჯერ პატარებზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა და მე გადავალ დიდებზე და ნახოთ, ნახოთ რა შემოგთავაზებენ ჯერ 15-ში და მე 18-ში და ასე რომ მე მგონი საინტერესო იყო დღევანდელი ჩვენი გადაკვეთა და აი ესე ძალიან მალე შევხვდებით მეგობრებო, აბა დროებით და ყოველივე საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით. დიდი მადლობა, მე დავამატები, რომ გამოიწერეთ ეს არხი, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უკეთესია, ჩვენს გავძლიერდებით და ჩვენს კიდე თქვენს მოგაწვით უფრო მეტ საინტერესო ვიდეოებს და საინტერესო ინფორმაციებს. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და აბა დროებით მეგობრებო.